მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია. მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენ ვაგრძელებთ თემას, რასაც ჰერეთი ქვია. მივემგზავრებით ლაგოდეხშიც ჩადა ჩვენი მასპინძელი სამაუწყებლო რადიო კომპანია ჰერეთია. სწორედ იქ ვისაუბრებთ იმ თემაზე, რასაც დღევანდელი ჰერეთის პრობლემები ქვია. ჩვენ დღევანდელ გადაცემას რამდენიმე ნაწილად წარმოგიდგენთ და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს, ეს გახლავთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორს ბატონ აკაკი მჭედლიშვილს. ის ასევე გახლავთ საზოგადოება ჰერეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონო აკაკი. ჩვენ დავიწყებით საუბარს, თქვენ გულდაწყვეტით თქვით, რომ აქ იწყება ჰერეთი და სამწუხაროდ აქ თარდებაო. არადა რა იყო ეს ტერიტორია ჩვენთვის და რას წარმოადგენს დღეს? მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგეხადოთ, რომ მომიწვიეთ და დღეს ისევ აი ამ მტკივნეულ საკითხზე მიწევს საუბარი, რადგან დაახლოებით 27 წელია ვადგავარ ამ გზას და სულ ვცდილობ რაღაც გავაკეთო. თუნდაც სულ მცირე რაღაცით დავეხმაროთ იქ ჩვენ ძმებს, რომლებიც არიან იქით ჰერეთში დარჩენილები. მართლაც სამწუხაროა, ლაგოდეხი აქ იწყება, უკაცრავად ჰერეთი აქ იწყება და აქავე მთავრდება, თუმცა ძველ პერიოდში აქ იყო ჰერეთის სამეფო. ანუ საქართველოში სულ რამოდენიმე სამეფო იყო, მათ შორის ჰერეთის სამეფო, რომელიც შემდეგ ასე ვთქვათ, დავით აღმაშენებელმა გააუქმა და შემოიერთა გამთლიანების აი ეტაპზე, როცა მთლიანად გახდა საქართველო ერთიანი, აი ამ პერიოდში გაერთიანდა. ისე ჰერეთი იწყებოდა ალაზნის ზემო წელში, მოიცავდა იქით ქიზიყის რაღაც გარკვეულ ტერიტორიას, ანუ ხორნაბუჯის ტერიტორიასაც კი და გადიოდა მდინარე ეგრისამდე, ანუ დღევანდელი ეგირჩაი. აი ეს ტერიტორია იყო ჰერეთის. პრობლემა მხოლოდ ამაში არ არის. პრობლემა ის არის, რომ რაც დრო გადის და გადის წლები პირიქით იმის მაგივრად რომ რაღაც ისტორიაზე უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ, ჩვენ რაღაც ვცდილობთ აი ამ საკითხს მივუდგეთ დელიკატურად, მაგრამ აი ამით ძალიან ბევრი რამ ზიანდება. ძალიან დიდი საქმე ფუჭდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორი აზერბაიჯანი, ჩვენი ძალიან დიდი მეგობრები ვართ, უამრავი მეგობრები ყავს აზერბაიჯანელები, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკითხს უკვე ცოტა სხვანაირად უნდა მივუდგეთ და რაღაც დავაყენოთ საშველი. ბატონო აკაკი, მე მინდა კითხოთ, აი ჩვენ ისტორიაზე ვსაუბრობთ, წარსულზე ვსაუბრობთ, რეალურად ჩვენი გადაცემის ფორმატიც ეს არის, მაგრამ წარსული ვერ იქნება მოგლეჯილი დღევანდელობას, ხო? აი დღეს რა ვითარება, რა ხდება ამ ტერიტორიაზე, საიდანაც ძალიან ბევრი წერილებს ვღებულობ და გულის ტკივილით ამბობენ, რომ მათ ეკრძალებათ ყველაფერი, რაც აკავშირებს წარსულთან, რაც აკავშირებს საქართველოსთან, ხო? აი რას ნიშნავს აი ეს ყველაფერი დღეს? რა პრობლემების წინაშე დგანან მოდით ეს? იცით რას არის საკითხები, რომელიც ასე ხმამაღლა თქმა არ შეიძლება, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი აი ამ საუბრებით, ჩვენი ამ გადაცემებით კიდევ არ დავაზიანოთ ჩვენი ქართული საქმე. პრობლემები ის გახლავთ, რომ რატომღაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამძაფრდა ასეთი ყოველგვარ ქართულთან ბრძოლა. საქმე იმაში გახლავთ, რომ საინგილო არის ორ ნაწილად გაყოფილი, თვითონ არის საქრისტიანო და სამუსულმანო, ანუ არიან ქრისტიანი ქართველები და მუსულმანი ქართველები. თვითონ ტოპონიმი ინგილო არის ძალიან ცუდი სიტყვა. რატო? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამან ძალიან გააფუჭა საქმე. როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მიდიოდა მოსახლეობის აღწერა და უნდათ აღეწერათ, რამდენი ქართველი ცხოვრობდა, რამდენი აზერბაიჯანელი, კითხვებს ასეთნაირად სვავდნენ. ეროვნებით ვინ ხარ? აქეთ ეუბნებოდნენ სამუსულმანო საინგილოში ინგილო ვარ. ქართველი ხარ თუ ინგილო ვარ, ინგილო მუსულმანი ხარ თუ ქრისტიანი. თუ ეუბნებოდნენ ქრისტიანი, მაშინ წერდნენ ქართველად, მაგრამ თუ ის იყო მუსულმანი, ხო, მაშინ აზერბაიჯანელად. აი ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მტკივნეული არის სტატუსი. უნდა გაირკვეს და ბოლოს სტატუსი, რომ იგივე ეროვნება არ არსებობს. იგივე არის ისეთივე ქართველი, როგორც მე და თქვენ. ანუ ჰერელები, აი ჩვენ ეს სიტყვა ჰერელი დაგვავიწყდა და ყველა ნაბიჯზე ხმარობთ სიტყვა ინგილოს. ბატონო და მათთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელია და მტკივნეული, იცი ჩვენ ამით მათაც ვტკენთ გულს და ამით ქართულ საქმესაც ვაფუჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ამ საქმეს. აი მოგეხსენებათ ახლა ჰერეთის დიდი კედელი, რომ გადიხართ ზაქათლის, ბელაქნისა და კახის რაიონებში, აი ეს ჰერეთის დიდი კედელი თუ არის სადმე გაყოლებაზე, ხომ თუ არის რაღაც ძეგლები, ბაზის, სულ ყველგან არის წარწერა. ალბანური კულტურა.
სინამდვილეში რა ხდება? ეს წარწერები გაჩნდა მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დასაწყისში. რაც აი საოცარია. ამ დრომდე არავის არ უთქვია, რომ ალბანური კულტურა და იმდენად აბსურდული ალბანელები პრაქტიკულად მე-20 საუკუნის მერე აღარ ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე. არა, დასანანი ის არის, რომ ჩვენც რომ ვიყოთ ექსკურსიაზე, ჩვენც კი გვეტყვიან, რომ აი ეს ისედაც ხადი ქრისტიანული სამყარო არის ალბანური კულტურის კლასიკური ნიმუში. მაგრამ მე მინდა კითხოთ ერთი რამ. ეს სტატუსი ვინ უნდა დააყენოს სტატუსის საკითხი, იმიტომ რომ ეხლა რო ვილაპარაკოთ, ხო, ეს არის სახელმწიფო, მუსლიმური სახელმწიფო და თავისი შიდა პოლიტიკა. საქმეში გახლავთ, რომ გასულ წლებში ჩვენ არაერთხელ შევხვდით საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული შევარდნაძიდან შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან ქონდა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ამ შეხვედრის ინიციატორი იყო სხვათა შორის ძალიან დიდი პატრიოტი კაცი წარმოშობით სოფელი ელისენიდან, ახლანდელი ალიაბადიდან. დათუნაშვილი ილია მაშინ იყვნენ წარმოდგენილი აი ჰერეთის, იქითა ჰერეთის, ასე ვთქვათ, დიდი პატრიოტის საზოგადოება, მახსოვს ბატონი იოსებ გამხარაშვილი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იბრძოდა, იმიტომ რომ სწორედ აი ეს სტატუსი ქართველი, ეროვნება ქართველი დაებრუნებინა. შემდეგ ბატონი ზვიად გამსახურდიას შემდეგ ვიყავით უკვე ისევ შევარდნაძის ხელისუფლებას შევხვდით, ისევ დელეგაციით. აი ახლა ბოლოს ვიყავით ბატონ გუბასანიკიძესთან, ქონდა ძალიან ისეთი საუბარი და დაგვირდა რომ რაღაცნაირად ამ საკითხს მოევლება. თუმცა მაინც ფიქრობ, რომ სახელმწიფო ძალიან დელიკატურად უდგება ამ საკითხს. ამას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია შედეგი. შედეგზე გაითვალოს ყველაფერი და ეს ყველაფერი უნდა დადგეს სახელმწიფო დონეზე. იცით, შეიძლება ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერიოს და ისე ჭახეთ გააშუქოს, ან ისე ჭახეთ თქვას აი ამ საკითხზე, რომ რაღაც პრობლემები შექმნას. არა და ჩვენ მართლა არ გვინდა, რომ რაღაც ურთიერთობები დავძაბოთ ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან. მოგახსენებათ 400.000-მდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს ჩვენთან და ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. სახელმწიფოსთვისაც არის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უშლით მათ, რატომ არ ქვეშვილს აზერბაიჯანულ სახელებს დაუშვათ, რატომ არ გაქვთ აზერბაიჯანული გვარები. ეს იმდენად აბსურდულია, რომ ალბათ აბსურდიც აღარ ქვია, ეს არის სასაცილო. თუმცა საპირისპირო სწორედ ჩვენს ხალხს აქვს ეს პრობლემები. ანუ ისინი მალავენ ქართულ სახელდაგვარს, ისინი მალავე რო აღსარებლობით ქრისტიანები არიან, ისინი მალავე რო ქართულიციან, ისინი მალავე რო ქართულ გაზეთებს, ჟურნალებს კითხულობენ, ისინი მალავე რო უსმენენ ქართულ არხებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდი, რომელსაც თქვა, რომ მე პირდაპირ იბარებენ უშიშროების განყოფილებაში და ეუბნებიან, რომ მათ შეექმნებათ სერიოზული პრობლემები. მაგრამ ბატონო აკაკი, აი ამ ძველ პერიოდში იყო საინგილოს საშეფო კომისია. ეს კომისია მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში და როგორც ამბობენ, იმ პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემული საკითხები გვარდებოდა. დღეს მსგავსი არც კომისია, არც რაიმე ესეთი სახელმწიფო გაერთიანება და ყველაფერი დინებაზეა მიშვებული. ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცა ქმედითი ღონისძიებაა საჭირო, რომ რეალურად ამ ადამიანებს ისე დავეხმაროთ, რომ პრობლემა არ შეუქმნათ. ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ქართული უნივერსიტეტი ზოგადად. მაშინ იყო რაღაც შეღავათები, მე არ მინდა ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული შეღავათები იყო იქიდან. კი, იყო ლიმიტები და მოდიოდნენ იქაური ქართველები, ირიცხებოდნენ, სწავლობდნენ, ბრუნდებოდნენ უკან და აი ეს აქ ნასალს და გაგებულს ასწავლიდნენ სხვებსაც. კი, ძალიან მარტივად იყო უდიდესი სკოლა. სამი სკოლა იყო სოფელ ელისენში, ახლანდელ ალიაბადში კიდევ ვიმეორებ და დღეს არის სკოლა, ერთი სკოლა პრაქტიკულად დაიხურება, იმიტომ რომ მხოლოდ მე-11 კლასი ღა არის და მიღება არ არის. და შესაძლებელია დარჩეს ერთი სკოლა, აი სწორედ ბატონ გუბაზის დახმარებით ჩვენ რაღაც სახელმძღვანელოები მოგვაწოდეს და გადავეცით იქ სკოლაში. ერთი სექტორი, რომელიც ისევ დგას საშიშროების წინაშე. ეხლა საქმე რაში გახლავთ? საქმე იმაში გახლავთ, რომ ძალიან გულითაც რო უნდოდეთ მისვლა იქ მოსწავლეებს, იქ ისეთი პრობლემები ექნებათ მათ მშობლებს, რომ იძულებული არიან ბავშვები აღარ მიიყვანონ ქართულ სკოლაში. აი აქედან ამ სოფელიდან დაახლოებით 2000 კაცი არის გასული რუსეთის ფედერაციაში, საიდანაც ისინი ცდილობენ რაღაცით დაეხმარონ ქართველებს, მოაწოდონ სახელმწიფო ან თანხა. აი ეს სამარშრუტო ავტობუსი, რომლითაც ბავშვები დაყავთ ქართულ სკოლებში, სწორედ მათ შეუძინეს. იქიდან არის შეძენილი, მაგრამ იმდენად დიდია წნეხი, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ალბათ ეს აი წვრილ ჩინოვნიკებს უფრო სჭირდება და ალბათ ზევით იქ ან პრეზიდენტამდე ან მილი მეჯლისის წევრობამდე არ მიდის ეს ყველაფერი.
იმიტომ რომ ეს უკვე მართლა აბსურდია. როგორც ჩემ შულს მაგალითად სპარსული სახელი ქვია რევაზი. მე ვინ ამიგრძალავს რატომ არ ქმნევ შენ შულს რევაზს? იყო ასეთი შემთხვევა, ბავშვი მივიდა სკოლაში, ჩემი მეგობრის ბავშვი და სახელი არ ერქვა. აძალებდნენ, უნდა დაერქვა სპარსული ან თურქული ან მოგეხსენებათ მუსულმანური ორიენტაციის მცა. და ეს ხდება 21 საუკუნეში. დიახ, 21 საუკუნეში ვერანაირად მეგობარი ყავდა თენგიზი ამის, ცოტა სასაცილო ისტორიაც არის. ვერანაირად ვერ დაარქვა თენგიზი. ჩამოვიდა მთხოვა, უთხარი ჩვენს მაშინდელ დეპუტატს. დეპუტატმა გააჟღერა პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს უთხრა, პრეზიდენტ დაუკავშირდა მეორე პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დარეკა ზაქათალის მუნიციპალიტეტში, რომ ალეებაში მცხოვრე მამადა ბავშვს დაარქვი თენგიზი. აი ასეთი გზა დაჭირდა, რომ ერთი ბავშვისთვის დაერქმია სახელი. ხომ წარმოგიდგენია რა შეიძლება? შემდგომში ამის ქართული განათლება, ამის ქრისტიანული წესი არ არის მაგაზე ლაპარაკი. მაგაზე აღარ არის. რა თქმა უნდა, ინათლებიან ახლა ფარულად გადმოდიან ქართველი უბრუნდება თავის რელიგიას. საქმე იმაში გახლავთ, რომ საინგილოს განმანათლებელი სულმათი ივანე ბოლუღაშვილი, ივან ბაბას ეძახიან მას, რომელიც დაკრძალულია კახის თავის წმინდა გიორგის ტაძარში, რომელმაც დაიწყო გაქრისტიანოს, აი სოფლამდე მოვიდა ალებანდამდე და შემდეგ მოკლეს. ანუ ვეღარ მოახერხა დანარჩენი ჰერეთის გაქრისტიანა ჰერელების. აი ეს ყველაფერი ისტორია იციან და ცდილობენ რაღაცნაირად დაუბრუნდნენ თავის რელიგიას. მიუხედავად დიდი წნეხისა, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, მაინც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად კონდეთ კავშირი საქართველოსთან და თავის სამშობლოსთან. მეორე პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დადგა, ეს არის განათლების საკითხი. მათი განათლების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ წიგნებიც კი ვერ შეაქვს აი ამ ტერიტორიაზე. ეს მეორე. ეხლა მესამე რაზეც მინდა ვისაუბრო, რამდენად აქვთ მათ აღსარებლობის თავისუფლება? კონსტიტუციაში უწერია დაახლოებით ისე როგორც ჩვენ. აღსარებლობის, ეროვნების, ანუ ორიენტაციის ყველანაირ, ანუ წერია იქ კანონში. როდესაც კანონით ელაპარაკებენ, ისინი უკვე სხვა ენაზე უწყებენ. ჩემ მეგობარს ერთი ასეთი პრობლემა შეექმნა, მე არ მინდა გვარსა და სახელს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, არ შეექმნას კიდევ პრობლემები. ვერანაირი მიზეზი რომ ვერ მოუდეს, ტყავის დამზადებაზე მუშაობდა, მოგეხსენებათ ეს თურქეთიდან შემომავალი მანქანები ძირითადად მუშაობენ ასეთ რამეზე და მოიყვანეს ერთი მოხუცი ღამის 12 საათზე და უთხრეს ამ კაცმა დაკარგა საქონელი და ეძებს იქნებ შენ ტყავებს რომ ამზადებ შენ. მოიყვანეს ეს მოხუცი და უთხრეს აბა გადათვს რომელია აქედან აქ არის თუ არა შენი ძროხი. ამან გადათვალა მეათეზე. მხოლოდ კუთხეები აწია. და აი მეათეზე უთხრა ეს არის ჩემი ძროხის ტყავი. წაიყვანეს ჩემი მეგობარი და კარგახან ყავდათ ასე ვთქვათ დაკავებული პედაგოგი პროფესიით არაჩვეულებრივი პიროვნება ძალიან დიდი ქართველი რომელიც არ იღლება საქართველოს. იქიდან გამოვიდეთ, აი ვინ იცავს ამ ადამიანების უფლებას? აი აქეთ ამ მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ის არის მათი სახელმწიფო და მათი სახელმწიფო პოლიტიკა. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც ქართველები არიან, ჩვენ ვცნობთ, რომ ქართველები არიან ენით, ასე შემდეგ რა, ბევრი რაღაცით, ხო? აი ვინ იცავს მათ უფლებებს? სტატუსია ყველაზე სასწრაფოდ გასარკვევი. აი იქით შედარებით, ხომ კახის რაიონში ქრისტიან ქართველებს ნაკლები პრობლემები როგორ არ აქვთ, მაგრამ ნაკლები პრობლემები აქვთ. იმას შეუძლია გიორგი დაარქვას, იმას დაარქვა, ქეთევანი შეუძლია დაარქვას. თუმცა მართლა ბევრი პრობლემები აქვს განსაკუთრებით კიდევ აი სახელმძღვანელოების მხრიდან, იმიტომ რომ ეშენიათ ისტორიის და გეოგრაფიის. არა და ჩვენ ხომ არავის მართლა არაფერს არ ვთხოვთ. თურქეთმა აღიარა ჩვენი ეკლესია, მონასტრები და აგერ მიდის ერთობლივი. კი, ანუ რესტავრაცია აი ჩვენი ძეგლების. რატომ არის ამ ხელაშიში ვერაფრით ვერ მართლა ვერ ამიხსნია. იმიტომ რომ აი ამ 27 წლის განმავლობაში რაც მე ამ გზაზე ვდგავარ და რაც მე ამ საქმეს ვემსახურები, ვერაფრით ვერ ამიხსნია რატომ ხდება ეს ყველაფერი. თუ ჩვენ შევძლებთ და სტატუსს დავაფიქსირებთ, რომ ინგილო ეროვნება არ არსებობს, ანუ ყველა ინგილო არ ეროვნებით ქართველი, მაშინ შესაძლებელია ჩვენ სახელმწიფოსაც მიეცეს საშუალება მეტი გააკეთოს. იმიტომ რომ როცა უწერია პასპორტში აზერბაიჯანელი, ძალიან რთულია. ხო, აი უკვე რთული რა გინდა? კი ბატონო, აი არ ვიცი რა, თვითონ თქვა, მე ხო არ მეთქვია ჩაეწერი და უშოთ აზერბაიჯანელი, თვითონ ამბობს არის აზერბაიჯანელი. ბატონო აკაკი, თქვენ გიქნებათ მონაცემები, ნუ სავარაუდო მონაცემები, მაინც, აი კახი ბელაქანი ზაქათალა, ხო? რა რაოდენობის ადამიანებზია საუბარი? ქართველებს გულისხმობ, როგორც ქრისტიანს, ასევე მუსლიმს. იცით, ძალიან რთულია ამის დადგნა. თვითონ ყველაზე დიდი სოფელი და რომელსაც ყველაზე დიდი წნეხი აქვს და ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ არის, ეს არის სოფელი ალიაბადი, ყოფილი ელისენი, რადგან პრაქტიკულად ადრეც ისტორიულად აქედან იკვებოდა ჰერეთი, ეს იყო უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად აი ბაზარს, ეხლა როგორც ბაზარს ისე მოიხსენიებენ, სადაც უამრავი ეკლესია მონასტერია ქართული. რა თქმა უნდა, ზოგი დანგრეული, ზოგი აფეთქებული.
მაშინდელი რაიკომის დინების მიერ, ეს ძალიან ვრცელი ისტორია და ალბათ ჩვენ ეთერი არ გვეყოფა ამის სასაუბროდ. აი ძირითადად აი ასეთი პრობლემები დგას ეკლესია, მონასტრები, იგივე რელიგიური აღსარებლობა, აი ამის ნიშნით დევნა აიძულა ძალიან ბევრი ქართველი წამოსულიყო საქართველოში. დღეს არ შემეძლია თქვა ზუსტად თვითონ ამ სოფელში დაახლოებით ალბათ 15,000-მდე მოსახლე, 15-17 ალბათ ითითალაში, გაცილებით ნაკლები შესაძლებელია სავარაუდოდ თქვა მაქსიმუმ 30-35,000. ამას ვამბობ მაქსიმუმს, რომელიც შესაძლებელია ცხოვრობს იქაც და აქაც, საერთო რაოდენობას. რა ვიცი თუ ისეთი შესაძლებლობა იქნება და მომავალში შეექმნება პირობები, თვითონვე უნდა დაბრუნდეთ თავად. იყო ქონდა ჩვენ საუბარი, მოდი წამოდით რახან ასეც. არ ჩემი მიწა წყალია და მე არსად არ მოვდივარ და ას მეორედ აღარ მითხრა. არა, თან წამოდით ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებისგან უნდა დაიცალოს და რა თქმა უნდა. პოლიტიკას ჩვენ თვითონ შევუწყოთ. ჩვენ ეს ყველაზე ძალიან წყით როცა ეუბნებით, მოდი დავუშვათ, თქვენ წამობძანდით, ხო ხედავთ აღარ გედგომებათ აქ რაღაც პრობლემები გაქვთ. არც ერთ შემთხვევაში არ უთხრათ ასეთი რამ იქით აჰერელს, იმიტომ რომ მართლა გული ეტკენებათ ამის გამო. ლაგოდეხის გარდა არც არსად შემხვდა ჰერეთი, ესე არც სახელწოდება, არც შინაარსი, არც ადამიანები, ვისაც შეუძლია რომ ამ თემაზე მაქსიმალური კომპეტენციით ილაპარაკონ. ანუ თქვენი ორგანიზაციის, აი ამ ჰერეთი სახელწოდების ორგანიზაციის მიზანი, საომალო გეგმები, ან არსი, აი რა არის ეს ორგანიზაცია, რას აკეთებს? გეტყვით რა არის ჩვენი დანიშნულება და რას ვაკეთებ? ჩვენ ძირითადად მუშაობთ მოსწავლე ახალგაზრდობაზე, ანუ იქ ძალიან ძნელი ასწავლოთ თავისი მშობლიური ისტორია, გეოგრაფია, ამიტომ ჩვენთან მუზეუმში გვაქვს ყველა პირობა საიმისოთ, რომ გადმოვიყვანოთ ბავშვები, ჩაუტაროთ ლექციები, ტრენინგები და ასე თუ ისე შევქმნათ წარმოდგენა საქართველოზე. ქონდა ესეთი საშუალებები, რომ წაგვეყვან ექსკურსიაზე და ზოგადად კახეთი მაინც გაგვეცნო. ანდა ის ტერიტორიები გვეჩენებინა, სადაც იყო ისტორიულად ჰერეთის სამეფო, საიდან იწყებოდა. ანუ აი ეს უფრო ამღზდელობით სამუშაოს ეწევით. და პლუს ამას ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პარლამენტს, კომპეტენტურ, ასე ვთქვათ, პიროვნებებს, რომლებსაც ხელეწიფებათ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა. ძირითადად უფრო ინფორმაციის, საინფორმაციო სახე. ჩვენი ეს საუბარი გარკვეულწილად რომ დაორეზიმოთ, რა რეკომენდაცია გექნებათ სახელმწიფო უწყებების წინაშე, რომლებიც წესით უნდა იყვნენ აი ამ თემაზე მომუშავეები? ამას წინათ ჩვენთან იყო ჩამოსული ერთ-ერთი საზოგადოება, აზერბაიჯანული საზოგადოება, აქ ჩვენის საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა და ძალიან ბევრი ეს ქონდათ პირობები, ან რა მდგომარეობაში არა, როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანში, რამე პრობლემები ხო არ აქვს, რამე პრეტენზიები ხომ არ აქვს, ჩავიდნენ, გამოიკითხეს, ჩვენ აუხსენით ძალიან დელიკატურად. ნუ რაღაც თუ იყო პრობლემები, ამას ბოდიშიც მოუხადეთ, იცით, მოგვარებადი, ამას მოვაგვარებთ, ამას დაავალაგებთ. ყველაზე დიდი საქმე რაც შეიძლება გაკეთდეს, ჩვენმა სახელმწიფო უნდა იმუშაოს სწორედ იმაზე, რომ აქაურმა მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა გააკეთონ ინფორმაცია. აი იქ თქვან რომ ჩვენ აქ არაფერი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ შესანიშნავად გრძნობთ თავს საქართველოში და იცით, მოდით ისე გავაკეთოთ რომ აი იქაც და აქაც ვიმეგობროთ. მე მეგობრობა ვიცი ორ მხრივით, სამხრივი ყველაფერი მტკივნეულია და ყველაფერი ცუდია. ამიტომ ისევ რატომღაც მგონება აი მიმართულებით თუ იმუშავებს ჩვენი სახელმწიფო, რომ თვითონ აქაურმა აზერბაიჯანელებმა გაითავისონ აი იქაური ქართველების ტკივილი, ძალიან მარტივად მოგვარდება ეს პრობლემა. არა, თან ძალიან ისეთი აღიარებული ჭეშმარიტება, რომ ხიდი რომ გაკეთდეს, მინიმუმ 2 ნაპირია საჭირო, ხო? ამიტომ ეს ნაპირი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სამეგობრო, ჩვენი საპარტნიორო თუ ჩვენი სახელმწიფოებრივი ხიდი კავკასიაში 2 ნაპირზე იყოს დამყარებული. მithumetes ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ისეთი, საერთო პრობლემები გადასაწყვეტი ჩვენსა და აზერბაიჯანსაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად აი ეს პრობლემები ვაგვაროთ ერთმანეთთან თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით და ურთიერთ გაგებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონო აკაკი გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბუნებრივია წარმატებას გისურვებთ როგორც აი ამ ორგანიზაციის ფარგლებში, ისევე სახელმწიფო რანგში მუშაობაში. მე კი ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი გახლავთ ჰერელი, პროფესიის ჟურნალისტი გერა მამულაშვილი.
მოგესალმებით გერა, თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით პროფესიით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური პრობლემები ჰერეთში მცხოვრები ქართველებისთვის თქვენთვის იმავე დღეს არის ცნობილი, ხო? ანუ რა არის მათი ჩვეულებრივი ერთი დღე? ჩვეულებრივი ერთი დღე ჰერეთში ეს არის არსებობისთვის ბრძოლა, გადარჩენისთვის ბრძოლა, რაც უკავშირდება პირველ რიგში ქართულ ენას, მშობლიურ ენას. მოგეხსენებათ, იქ არის განსხვავებული სიტუაცია, კახში ცხოვრობენ ქართული გვარსახელის მატარებელი ქრისტიანი ქართველები, ზაქათალასა და ბელაქანში გამაჰმადიანებული ქართველები, რომლებმაც დღემდე მხოლოდ ენა შეინარჩუნეს და ამით ამტკიცებენ საკუთარ ისტორიულ წარმომავლობას. აქედან გამომდინარე, მთავარი დატვირთვა გადის ქართულ სკოლაზე. უпростоრად ზაქათალაში და ბელაქანში არის შერეული ქართულ-აზერბაიჯანული სკოლები, სადაც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ქართული სექტორები დგას გაქრობის წინაშე. რეალურად მე გეტყვით რეალურ შედეგს ამ პროცესის. ალიაბადში 4 საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი შენარჩუნებულია მხოლოდ ერთში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალდაზეგ ამ უბანშიც რომ დაიკეტოს ქართული სექტორი, სოფელი გარანტირებულად დაკარგავს ქართულ ენას. მათ ახლა უკვე რელიგია კი არ აკავშირებთ, იმიტომ რომ რელიგიური მწამსი იქ ძალიან შეზღუდული. ანუ ენაა, რაც აკავშირებს ქართულთან. ენა ერთადერთი ნიშანი გამაჰმადიანებულ ქართველებში საკუთარ წარმომავლობასთან დამაკავშირებელი არის ენა და ამ ენას ინარჩუნებს ქართული სკოლა. მე გეტყვით ამის კონკრეტულ მიზეზებს, საიდანაც მივედით ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე. ეს არის ადგილობრივი ადმინისტრაციის, მე ვიტყოდი, ნაციონალისტური პოლიტიკა, რომელიც ძალიან ხშირად ბაქოსთან შეთანხმების გარეშე და ბაქოს ინფორმირების გარეშე ხორციელდება. უხეშად რო ვთქვათ, ვიღაცები ადგილზე ცდილობენ თავი გამოიჩინონ და ამ პროცესში რასაკვირველია ზედმეტი მოსდით და თბილისის მხრიდან სამწუხაროდ უყურადღებობა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით, ზოგადი საუბარი არ გამოგვივიდეს. ზაქათალასი და ბელაქანში სულ რამდენიმე სკოლა არის დარჩენილი, როგორც გითხარით, რეალურად სამ სკოლაში მიმდინარეობს ქართულ სექტორზე სწავლება. წლების განმავლობაში ამ სექტორებზე ქართული მოსამზადებელი კლასები არის გაუქმებული. ანუ რა ხდება? სკოლა არის ოფიციალურად ქართულ-აზერბაიჯანული. შესაბამისად, კანონის თანახმად უნდა არსებობდეს ქართული მოსამზადებელი კლასი, მაგრამ ეს არის გაუქმებული. და წლების განმავლობაში ადგილობრივი პედაგოგების მოთხოვნები რჩება რეაგირების გარეშე. დღემდე მოსამზადებელი კლასი არ არსებობს და რა ხდება? სექტემბერში, როდესაც მშობელს მიყავს ბავშვი, ის იძულებულია მიიყვანოს აზერბაიჯანულ სექტორზე. ან ვისაც უნდა რომ ქართულ სექტორზე ისწავლოს საკუთარმა შვილმა, 1 წელი უნდა დაელოდოს ამისთვის და რაც ცალკე პრობლემებთან არის დაკავშირებული. ხვდებით ხომ ეს რა პრობლემატიკაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რამაც ესეთი კატასტროფა მოიტანა. აი მე ალიაბადის შემთხვევა გიხსენეთ. იგივე მდგომარეობა დაახლოებით მოსულში, ითითალაში. გარდა ამისა, სახელმძღვანელოების პრობლემა არის ასევე კატასტროფული. 2008 წლის შემდეგ რეალურად ჰერეთში, საინგილოში ოფიციალურად სახელმძღვანელოები ვეღარ შედიოდა. მე ვსვამ ელემენტარულ კითხვას. რატომ უკავშირდება ეს უარის თქმა, არ შეშვება იგივე 2008 წელს, რომელიც ძალიან კარგად ვიცით ჩვენთვის რა პროცესებთან არის დაკავშირებული. და ადამიანებს, მშობლებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს პარტიზანული მეთოდებით უწევდათ, დღემდე უწევთ ასეთი მეთოდებით წიგნების გადატანა, რაც დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. მებაჟი, რომელიც საზღვარზე დგას, ასრულებს თავის მოვალეობას თუ ინსტრუქციას თუ რაღაც ასე ვთქვათ, ჭყალებში კლასგარაში დავალებას. რა თქმა უნდა, ის ასრულებს დავალებას, იღებს წიგნს. და ეს მთელი ეს პროცესი დაკავშირებულია, ასე ვთქვათ, ჭყალებში დანაშაულთან. ამის გამო შეგიძლიათ ნახოთ იქ რეალობა, სკოლებში სწავლობენ ძველი დახეული სახელმძღვანელოებით. ეს დღემდე გრძელდებოდა საბედნიეროდ. მცირე გარღვევა იყო აგერ შემოდგომაზე, ბატონ აკაკი მას ახსენა სახელმწიფო დონეზე განათლების სამინისტროს და დიასპორის სამინისტროს თაოსნობით 8 წლის შემდეგ პირველად მოხერხდა და ჩაიტანეს წიგნები. ესეც სამწუხაროდ მხოლოდ 3 დასახლებულ პუნქტში მოხერხდა. ეს კახინგილოში, ალიაბადსა და ითალაში. დანარჩენი სოფლები ისევ ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები.
იმედია პროცესი ნელ-ნელა სასიკეთოდ შეიცვლება. ანუ მეორე დღის თემა კიდევ შეიძლება იყოს ის, რომ აი თქვენ ახსენეთ სახელმძღვანელოები, მაგრამ რეალურად უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც აი ამ სახელმძღვანელოთი აკადემიურ განათლებას მიცემენ ადამიანებს. ხო, ანუ აქ დგას მეორე თემა, რომ მოხდეს ამ ადამიანების მომზადება. დაიშვას ისევ ის ჩვეულებრივ რაც იყო მიღებული პრაქტიკა, ეს არის ეგრეთ წოდებული ლიმიტები, როდესაც ადამიანები ჩამოდიოდნენ და გამარტივებული წესით ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, შემდგომ ბრუნდებოდნენ ეს ადამიანები და უკვე იგივე საქმეს ასრულებდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. შესაბამისად, აი ამგვარი დამოკიდებულება შენი მოსახლეობისადმი, ესა მიღებული პრაქტიკაა და საკმაოდ აპრობირებული და კარგი შედეგი დგებოდა სახელმწიფოსთვის, ხო? ხალხთან გეთანხმებით, იქ სკოლაში კიდევ სხვა პრობლემები არის, მე მინდა რომ ყველაზე მთავარზე გავაკეთო აქცენტი, იგივე ქართული სექტორის მასწავლებლების მომზადება. წლების განმავლობაში შეჩერებული პროცესია. არ ხდება შესაბამის ტრენინგების გავლა, გადამზადება, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადება. ეს ყველა საკითხი ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ყურადღება, კონტაქტი სკოლებთან, აქედან თბილისის მხრიდან. ყველაფერი ისევ და ისევ მივდივართ საერთო სახელმწიფოებრივ თემასთან, ანუ ამის გადაჭრა უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივ დონეზე. მეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ინგილოებს, ჰერელებს, იქაურ ქართველებს არანაირი ისეთი ანტისახელმწიფოები განწყობები არც არასოდეს ქონიათ, არც აქვთ და არც ექნებათ. საერთოდ, რა თქმა უნდა, საერთოდ ამ თემის წამოჭრაც კი, აი სიტყვა სეპარატიზმის ხსენებაც კი ღიმილს იწვევს. იქ ადგილობრივებშიც და ნებისმიერ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჰერეთთან მიმართებაში ეს არის რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის მიუღებელი. ადამიანების ერთადერთი მიზანი, ერთადერთი საზრუნავი ის არის, რომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა, თავისი წარმომავლობა, თავისი ქართველობა, შეინარჩუნოს ელემენტარულად საუბარი ენის გადარჩენაზე. კახში მოგეხსენებათ განსხვავებული სიტუაცია. ჩვენი საუბარიც რო საუბრად არ დარჩეს. აი გამოსავალს რა შეხედავთ? გამოსავალი არის, აი მე რაც დავიწყე, მინდა იმ ხაზს გავყვე. გამოსავალი არის სახელმწიფოებრივ დონეზე პრობლემების გადაჭრაში. მე ხაზს უსვამ, რომ ძალიან ხშირად ბაქოში არ უწყიან რა ხდება დაუშვათ ზაქათალაში, კახში, ბელაქანში. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორები არიან. საერთაშორისო დონეზე, რა თქმა უნდა, ეს ისეთი მეგობრობა, რასაც ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის. პირიქით, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელები, საინგილოს ერთის ქართველობა უნდა იყოს ხიდი დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი ამ მოძმეერებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ყვებით ახლა კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს, არ პასუხობს არანაირად ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობას. პირიქით, ვიღაც მესამე ძალის ინტერესებს ალბათ პასუხობს და ჩვენ ყველა მამას უნდა შევებრძოლოთ, ხომ? და უნდა მივიტანოთ ინფორმაცია საკითხის ადამიანებამდე. რა თქმა უნდა, საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივ დონეზე. თბილისმა ამაში უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქვემო ქართლში მეც ასე ვიცი და თქვენს გაქვთ ინფორმაცია, რომ არანაირი მსგავსი პრობლემა არ არსებობს. არასოდეს არ დამდგარა ბავშვისთვის აზერბაიჯანული სახელის დარქმევის პრობლემა. არასოდეს სკოლას ეროვნულ ნიადაგზე სკოლის გაუქმების საკითხი ეს არ ყოფილა ასეთი რამ. ჩვენ ჟურნალისტები ვარ და ყური მაინც მოკლული გვექნებოდა, ხომ? მსგავსი თემატიკა ქვემო ქართლში არასოდეს არ ყოფილა. მე ვსვამ კითხვას, თუ ასეთი ტოლერანტობა, ასეთი დაცვა ყოველმხრივი ნაციონალური უმცირესობის, რაც უნდა იყოს კიდევაც და მივესალმებით, რატომ არ უნდა იყოს იგივე სიტუაცია ჰერეთში, საინგილოში. გადამწყვეტი როლი ენიჭება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. აი ხა თქვენი კითხვა არ არის რიტორიკული, მაგრამ მე მაქვს რიტორიკული კითხვა, რომ აი ამ ხნის განმავლობაში ამ ჩვენმა ტოლერანტობამ ყველა მიმართულებით, როდესაც მოხდა საზღვრების გადაშინჯვა, ჩვენ გვაზარალა. რეალურად, ხო? ეს იყო ორჯონიკიძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება თუ ეს იყო კონკრეტული საბჭოთა ფუნქციონერის მიერ სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, ნებისმიერ ჯავახეთთან, ჰერეთთან მიმართებაში, ხო? აი ამ ჩვენმა დიდსულოვნებამ, აი ამ ჩვენმა
ესე ვთქვათ, ტოლერანტობამ, ყველგან ტერიტორიულად გვაზარალა. და დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ძალიან დაპატარავდა და რეალურად აი ამ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ადამიანები დღის წესრიგში დგება როგორმე შეინარჩუნონ, სუფთად შეინარჩუნონ ყოველგვარი რელიგიური, მაღალი მატერიალების თუ ლიბერალური ღირებულებების გარეშე ენა და ქართველობა. და მე არ შემიძლია აი ამ თქვენი თემიდან არ გადავიდე შემდგომ სტუმარზე და იმ პრობლემაზე, რაც აქ დამხვდა. ანუ ეს არის სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, რომელსაც როგორც ირკვევა და შემდეგ სტუმარს შევთავაზებ მაყურებელს, ეს არის აი ამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბატონი გიორგი ალადაშვილი. დღის წესრიგში დგას მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხიც, რადგან როგორც ირკვევა, მათ სიხშირესაც არ თმევენ. ეს არის გულდასაწყობელი. აი ეს დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავერთიანდე და ვიყოთ ერთსულოვნები თემასთან მიმართებაში, ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა სტუმრობისთვის ჩვენ გადაცემაში, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ესე ძალიან დიდი გმირობაა, რომ ადამიანი გამოჩნდეს სახით, გვარით, პროფესიით, ეკრანის წინაშე და თქვას, რომ მას აქვს პრობლემა, მარტო მას კი არა და მის ოჯახს კი არა. მე იმაზეც ვდარდობ ახლა იმ თქვენ ოჯახს, რომელიც არის აი ამ კადრს მიღმა თუ აი ამ საზღვრებს მიღმა, რაიმე პრობლემა არ შეექმნას, მაგრამ თქვენგან გავიგებ, რომ ეს პრობლემა არ იქნება მოცემულ მომენტში. ამიტომ მე ჩვენ შემდგომ სტუმარს წარუდგენ საზოგადოებას. მოგესალმებით რადიო ჰერეთის ახალ ამბებს სოფოს სარალიძე გაგაცნობთ. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან რელიგიური კონფესიების დაფინანსების შესახებ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოყვა. რადიო ჰერეთის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა ნაწილი თვლის, რომ სომხური სამოციქულო, კათოლიკური, მუსლიმური და იდეალისტური რელიგიური გაერთიანებები ბიუჯეტიდან დაფინანსებული არ უნდა იყოს. გიორგი, მოგესალმებით. ეხლა არ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მედია, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების, ანუ სამართლებრივი ურთიერთობის აწყობაში. არც იმას ვისაუბრებთ, რამდენად მნიშვნელოვან იარაღად არის დღეს საინფორმაციო ომში გამოყენებული მედია. უბრალოდ ვკითხავ, თქვენი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი. ანუ რა მსმენელზე გადიხართ და რა ტემპის მუშაობა გაქვთ? ვინ არიან თქვენი რეალური მსმენელები დღეს? ჩვენი ოფისი, როგორც მოგეხსენებათ, ლაგოდეხში მდებარეობს, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ჩვენი სიგნალი ვრცელდება როგორც მთელ კახეთში, ასევე კახის რაიონში, სადაც ჰერელები ცხოვრობენ. ჯამში ჩვენი დაფარვის არეალში შეიძლება ითქვას, რომ 9 მილიონი მსმენელია. ჩვენი სიგნალი ვრცელდება FM სიხშირეზე 102 და 8. ამ რაოდენობის მსმენელის ფონზე რას ნიშნავს, რომ რაღაც სიხშირის პრობლემა გაქვთ? ანუ რა ტიპის პრობლემაზეა საუბარი? 7 წელია ვითხოვთ დედაქალაქში მაუწყებლობის უფლებას. აქვე გეტყვით, რომ 15 წლის არის რადიო ჰერეთი და აქედან 7 წელი ჩვენ გვინდა რომ განვითარდეთ. არ ვიყოთ მხოლოდ კახეთის ბაზარზე, რადგანაც ეს არის დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი ბიზნესი, გვინდა რომ გავაფართოვოთ ჩვენი სიგნალი. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა კონკურსი თბილისში, თუმცა ვერასდროს ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ლიცენზი. ხო, ნუ კვლავ მივდივართ აი ამ სახელმწიფოებრივი ხედვის დეფიციტამდე, რადგან მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პირიქით ხელშეწყობა უნდა გქონდეთ, პირიქით მეტი დაფინანსება უნდა გქონდეთ და სახელმწიფო ინტერესი უნდა იყოს, რომ თქვენი დაფარვის ზონა მარტო კახი კი არ იყოს, ბელაქანიც იყოს და ასე ვთქვათ, ზაქათალაც იყოს, ხო? ან თქვენ საინფორმაციოს უფროსი ხართ, ანუ რას აშუქებთ, მოდით ესე ვთქვათ, ჰერეთიდან? ჩვენ ვაშუქებთ ყველაფერს, რაც ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი პრიორიტეტი არის ადგილობრივი ინფორმაცია, უშუალოდ აქ რა აწუხებთ ადამიანებს, სოფელში რა აწუხებთ, რიგით ადამიანებს რა აწუხებთ, აი ამას ვაშუქებთ ჩვენ ყოველდღიურად. გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ახალ ამბებს აქტიურად ვაშუქებთ. შეიძლება ითქვას, რომ ცალკე არ მინდა რომ გამოვყოთ, თუმცა აქტიურად ვაშუქებთ ჩვენ კახში, ჰერეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, თუმცა აქ პრობლემები გვხდება, იმდენად, რამდენადაც ჩვენ 15 წლის არსებობის მანძილზე ვერ მოვახერხეთ ის გვენახა იქ ადამიანი, რომელიც
იქიდან იმუშავებ. რეალურად ისინი ქართულ სიტყვას თქვენი რადიოს მეშვეობით ისმენენ. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როცა ქართული ლიტერატურის ჟურნალ-გაზეთების გადატანა საზღვარზე ვერ ხდება, არ ხდება, ერთადერთი ჩვენი რადიოდან ისმენენ იმას თუ რა ხდება დანარჩენ საქართველოში. ჩვენ უკავშირიც გვაქვს იქიდან, არაერთი მსმენელი გვიკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან პრობლემებს, თუმცა გთხოვენ, რომ ეს ისე გავაშუქოთ, რომ წყარო არ იყოს დასახელებული, სოფელიც კი არ უნდათ, რომ იყოს დასახელებული, იმიტომ რომ ხდება მათი იდენტიფიცირება შემდეგ. რეალურად აი რას გიყვებიან, რომ რა არის აი რაღაცა ნუსხა პრობლემების რო ჩამოთვალოთ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ყოველდღიურ რეჟიმში მათთან გაქვთ ურთიერთობა და ყველაზე ალბათ ჩემთვისაც პირველ წყარო როგორც ჟურნალისტისთვის იქნება თქვენთან დაგროვებული ინფორმაცია. აი რა ტიპის პრობლემებია? ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, დღე არ გავა რომ იმ ადამიანმა მე არ დამირეკოს საინგილოდან, პირად მობილურზეც კი მირეკავს და არაერთხელ გავაშუქეთ ეს პრობლემა, როგორც აქ, მე ვამზადებ რეპორტაჟებს რადიო თავისუფლებისთვის და იმ ეთერშიც კი გავაშუქეთ. არის ადამიანი, ერთ-ერთი უსინათლო ადამიანი, რომლისთვისაც ინფორმაციის მიღების წყარო არის ხმოვანი რადიო და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი, ვთქვათ, სხვადასხვა ლიტერატურა. არის საქართველოში, არ ვიცი, ერთი თუ ორი გამოცემა, რომელიც რაღაც პერიოდულობით ბეჭდავს ამ ბრაილის შრიფტით ჟურნალ-გაზეთებს. თუმცა ვერ მოახერხა ამ ადამიანმა ამ წლების განმავლობაში, რომ გადაიტანოს, პირდაპირ განადგურება ხდება აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს ხომ არაფრის პროპაგანდა არის, ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის ჯანმრთელობიდან გამომდინარე სურვილი, რომ გაეცნოს ლიტერატურას. ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს აკრძალული გადატანა, ვთქვათ, ჟურნალ-გაზეთების. აი კიდევ რა ტიპის პრობლემებთან მუშაობს? იგივე რელიგიური ტიპის პრობლემები, რომელიც ვთქვათ, სალოცავში ლოცვის უფლება არ ქონდათ, ყოველდღიური ტაძარი, არ ვიცი მე დღეს იქ მოქმედებს თუ არა, თუმცა რაღაც პრობლემები, ვიცი რომ საპატრიარქოს დახმარებით იქ მოგვარდა და იგივე ისეთი დიდი დღესასწაულები, როგორიც არის, ვთქვათ, მარიამობა, გიორგობა, მათთვის იღება იქ ტაძრის კარი და მათ აქვთ საშუალება რომ იქ მივიდნენ და ორჯერ სამჯერ. საქართველოდან გადასული ჟურნალისტი კამერით რომ გადახვიდე, დიქტოფონით რომ გადახვიდე, ეს აკრძალულია. გარკვეული გამონაკლისების გარდა, ჩვენ როდესაც მივდივართ, იგივე სამოყვარულო ფოტოკამერას გვატოვებინებენ საბაჟოზე, დიქტოფონის დატოვება ხდება, რომ იქ არ მოხდეს ჩაწერა. ერთადერთი გამონაკლისი არის, რომ გიორგობის დღესასწაულზე თუ ჩვენ გვიწევს ხოლმე იქ წასვლა, ამ პერიოდში არ არის აკრძალული, თუმცა გარკვეული ტერიტორიების გადაღება არის აკრძალული. მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხის ჟურნალისტები იყვნენ ჩასული, იქ რაღაც ისტორიულ ძეგლს იღებდნენ და არკვევდნენ ის იყო ალბანური წარმოშობის თუ არ იყო ალბანური და მათი დაკავება მოხდა იქ რამდენიმე დღე გაატარეს საპრობილეში ჯაშუშობის ბრალდებით აკავებენ. როგორ ჟურნალისტი, აი რას შეხედავ გამოსავალს, იმიტომ რომ მედია სივრცე კიდევ სხვა სივრცეა, სამეცნიერო სივრცისგან განსხვავებით, ხო, და რელიგიურ სივრცისგან განსხვავებით. ანუ თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს? ალბათ ისევ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს, სახელმწიფო პრეზიდენტის დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, არ ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება ამის მოგვარება. მე არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ცოტა მეტი დაინტერესებაა საჭირო. ფაქტი ის არის, რომ მდგომარეობა არ იცვლება. დრო გადის და გაჩერებულია ეს. არა, თან დრო გადის და როგორც გერამი საუბრა წეღან, ეს დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. მე არ მინდა რომ ვილაპარაკო მათზე. ეს არის ჩვენი საერთო პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ ჟურნალისტებმა, შესაბამისად, ბატონმა აკაკიმ როგორც სახელმწიფო მოხელემ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენ მართალია საზღვარი გვაკავშირებს, მაგრამ გვაერთიანებს წარსული და გვაერთიანებს ის, რომ ჩვენ ქართველები ვართ. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ენობრივად, თუ ეს ადამიანები რელიგიურად არ დავკარგოთ როგორც ქართველები, იმიტომ რომ თუნდაც ერთ ადამიანზე იყოს ლაპარაკი, არათუ სადღაც 30,000 ქართველზე საუბარი, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ
ჩვენ ვიცოდეთ მათი პრობლემები და ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადაწყდეს ეს პრობლემები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გიორგი გითხრა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის და მასპინძლობისთვის. მე კი ჩვენს მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენ ერთი გადაცემის ფარგლებში ვეცადეთ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჰერეთში მცხოვრებ ქრისტიან ქართველებს თუ მუსლიმ ქართველებს დღეს აქვს, ამაზე გვესაუბრა და სახელმწიფოს ყურადღება მიგვეპყრო იმაზე, რომ ჩვენი ინიციატივა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჰერეთის პრობლემებზე, გაიზიაროს. ძალიან დიდი მადლობა სმენისთვის, მომავალ შეხვედრამდე.